სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეს ბრალის დადგენილება პროკურორებმა ოფიციალურად გააცნეს. გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის მოადგილეს გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით ქემოკლიძე ბაჩიაშვილთან კორუფციულ გარიგებაში შევიდა. მის საკანში წინასწარ შერჩეული პატიმრები შეიყვანა და ასე ერთობლივად ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირება მოაწყვეს. გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ. ხსენებულის შესანიღბად გიორგი ქემოკლიძემ მისდამი დაქვემდებარებაში არსებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს უბრძანა გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელი საკნისა და ამავე საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების გათიშვა. წარდგენილ ბრალდებას არც ქემოკლიძე აღიარებს და არც მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ეთანხმება. თანა ინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ქემოკლიძის გვარი პირველად ტელევიზიიდან, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გამოგვეცა მასალები, რომელიც მრავალტომიანია და საჭიროებს შესწავლას დეტალურად. სხვა მეტ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ ის თავს დამნაშავედ არც 332 მოხლის პირველ ნაწილს ედავებიან ამ ეტაპზე. გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული, უფრო მეტიც მან დაკავებული პირის სახელი და გვარი შეიტყო მხოლოდ სიუჟეტიდან და მანამდე არც იცოდა ამ პირის არსებობის შესახებ. პირველივე დღიდან მაგალითად ჩვენ ვაცხადებდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეო ჩანაწერების ამოღება. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები არის წაშლილი. კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადაეცა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვერსიას ემთხვევა. გამოძიების გარკვეულ ეტაპზე კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს. ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კვალიფიკაციის დაზუსტებისა და სხვა პირთა თანამონაწილეობის დასადგენად გამოძიება ახლაც გრძელდება. გამოძიების შედეგებს ელოდება მმართველი გუნდიც, თუმცა მანამდე ბაჩიაშვილის კრიმინალურ და პოლიტიკურ წარსულზე სათქმელი ბევრი აქვთ. ეს აჩვენებს უბრალოდ ერთი, რომ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზე არის ადამიანი წამსვლელი და მეორე ეს აჩვენებს, რომ ის ფული, რომელიც მას აქვს ამ ხრივ თაღლითურად მოპარული, ეს ფული სადღაცას არის. ვიღაცა აძლევს საშუალებას, რომ ეს გამოიყენოს და რა თქმა უნდა დიდ თანხებზეა საუბარი და ეძლევა შესაძლებლობა მოისყიდოს ესე იგი ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული. ძალიან მძიმე ფაქტი იყო საკანში რაც მოხდა, ამაზე პენიტენციურმა სამსახურმაც გააკეთა განცხადება, ჩვენც არაერთხელ გავაკეთეთ შეფასებები, მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ დაიწყებოდა გამოძიება და ყველა დამნაშავე იქნებოდა დასჯილი. პროცესი მიმდინარეობს, დაველოდოთ გამოძიებას ბოლომდე. გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის მოადგილეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. სუსის ინფორმაციით პატიმარმა ბაჩიაშვილმა გიორგი ქემოკლიძესთან წინასწარი შეთანხმებით ფიზიკური ანგარიშწორების ინსცენირება ორჯერ სცადა. პირველი შემთხვევა წარუმატებელი აღმოჩნდა და კადრებიც წაიშალა. მეორე კი ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ ყოფილ ბიზნესმენზე ძალადობის მოტივით მედიაში გაავრცელა.